არსებობს კარმა, არსებობს ციკლი, რომლიდანაც თუ არ იცი გზა ვერ გამოდიხარ, ხო? ლაბირინთიდან ვერ გამოდიან ჩვეულებრივ ურჩხული გჭამს. მაგრამ გამოსავალი არსებობს და ეს არის კარმულიდან და ციკლებიდან გათავისუფლების გზა არიადნეს გორგალი. ამ კარმული ისი გზის სიმბოლოა და მეორე მხრივ იქიდან გამოსuliსაც, იმიტომ რომ როგორც შევდივართ კარმაში და ციკლში, ისევე გამოვდივართ იქედან. გზა ყოველთვის გამოსასვლელი არის იგივე გზა არის. უკან დასაბრუნებელი გზა. სხვა გზიდან ვერ გამოვალთ. იმ გამოქვაბულს, ციკლობის გამოქვაბულს ერთი კარი აქვს, საერთოდ შევიდა გმირები, იქიდანვე გამოვიდა, ხო? კარმაშიც როგორც ეს არის მიზეშედეგობრიობის კანონი ზუსტად. ჩვეულებრივ ეს მითი გვიყვება, რომ 7 ათენელები -7 წელიწადში ერთხელ მუდმივად წირავენ ქალწულებს და ვაჟებს, გოგონებს და ვაჟებს და 7 წელიწადში ერთხელ ციკლურად. ან ნახეთ 7 წლის ციკლზეა ლაპარაკი. და ეს არის ათენელების კარმა, იმიტომ რომ ნახეთ, აქაც მიზეშედეგობრიობის კანონია, ათენელებმა მინოს მოუკლეს შვილი. და ამის გამო ღმერთებმა დასაჯეს ათენელები და ორაკულებმა უთხრეს, რომ თუ თქვენ ყოველ 7 წელიწადში ერთხელ არ გააგზავნით იქ მსხვერპლად არ შესწირავთ ვაჟებს და ქალწულებს, ათენი მუდმივად იყო საფრთხეში და სულ ნადგურდებოდა და ანუ კარმაში არიან გაჭედილები. ციკლში არიან გაჭედილები. ჩვეულებრივი ციკლია, რომელიც ჭამს ადამიანს და კარმა. კარმა იმ გოგონების და ბიჭების კარმა და თუნ ათენელების კარმა ეს. და დგება მითი გვასწავლის, როგორ უნდა გამოვიდეთ აი ამ კარმიდან, აი ამ ციკლიდან. და რა ხდება? მოდის გმირი, ანუ საჭიროა იყო გმირი პირველ რიგში. და თეზევსი ამ დროს ჩვენში უნდა გაიყუთოს თეზევსმა. იმიტომ რომ თეზევსი არის ვინც მოდის ამ დროს ათენში და მამამის ვინც აგზავნის ხოლმე ამ ციკლშია, ეუბნება რომ მე წავალ ათენში როგორც ვითომ ერთ-ერთი მსხვერპლი, ვაჟი და მე შევალ და მოვკლავ მინოტავროს. პირობა ასეთი, რომ თუ გამარჯვებული დაბრუნდებიო დროშა უნდა გაფენილი ეგეოსის ზღვაში და თუ არა და ჩამოშვებული უნდა იყოს ეს დროშა და როცა ბრუნდება დაავიწყდება ეს თეზევსი და მამამისი ეგეოსის ზღვაში, ეგეოსი გონია რომ დაიღუპა და თავს გადახტება და თავს დაიხრჩობს და ამიტომ ეწოდა ეგეოსის ზღვა, მაგრამ აქაც ციკლის დასრულებას ნიშნავს. ანუ ეგეოსი რომელმაც ეს ამ ციკლს განასახიერებდა, ხო, ეგეოსი თვითონ და აგზავნიდა ამას. თეზევსმა ეს რომ დაასრულა ეგეოსი კვდება მითში. ხო? ანუ ციკლის დასასრულია ესეა გამოხატო. მაგრამ მოდი ახლა იქ მოვლენები როგორ განვითარდა ციკლის ჩაჭრის. თეზევსმა უკვე გამოიჩინა სიმამაცე, ანუ რა საჭირო ციკლთან სიმამაცე, შინაგანი გმირობა, გამბედაობა და მზაობა და სურვილი, რომ ეს შევცვალოთ. ხო? თუ არ იქნებოდა თეზევსში სურვილი, გამბედაობა, გმირული სული, ძალისხმევა მერე და ენერგია ჩადო ამ ყველაფერში, ხო? ისე არაფერი არ იცვლება. გესმით? აი ეს ყველაფერი, ეს თვისებები გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენ ეს დავასრულოთ, ეს ციკლი და კარმა შევცვალოთ. და ამ დროს რა ხდება? როგორც კი ჩვენ ვიწყებთ კარმის ცვლილებას, ციკლთან მუშაობას და ძალისხმევის გამოჩენას, აი ამ თვისებებს გამოვავლენთ, ჩვენს მზაობას, ჩვენს სურვილს გამოვავლენთ, რომ ეს შევცვალოთ, მოდის დახმარება. მომენტალურად მყესერად მოდის დახმარება, მარტო კი არ ვრჩებით აი ამასთან ბრძოლაში. და არიადნე ჩნდება დამხმარე და ის ეუბნება, უყვარდება თეზევსი, არიადნე არის მინოსის ქალიშვილი. და მას აქვს ეს გორგალი, დედალოსმა მას მიცა ლაბირინთის ეს გასაღები, ანუ გამოსასვლელი შესასვლელი. ეუბნება რომ და ჩუმად ეუბნება თეზევს, რომ ნუ იცით რომ ვერ გადარჩება დახმარების გარეშე და აი აქაც ნახეთ ქალური საწყისი შემოდის. არიადნე განასახიერებს სოფიას, ანუ ქალურ სიბრძნეს, ანუ უკვე გამთლიანებას, ანუ თეზევსი არის მეტასქესობრივ მდგომარეობაში, როცა ამ გმირობას ჩადის.
ის როცა შეთანხმებას დებს არის ადნესთან, ანუ ისე უუბნება რომ მე შენ დაგეხმარები, მაგრამ მე რა ცოლად უნდა მომიყვანო და წამიყვანო აქედან, ხო? ანუ გარიგებას დებ, როგორც იასონმა და მედიამ დადო, ხო? ეს ტიპის გავსი გარიგება. და ამაზე ხელს აწერს თეზევსი. ანუ ის ქალურ სიბრძნეს ეზიარება, სოფიასთან ინდაიანის გამთლიანება, ანიმა და ანიმუსის გამთლიანება ხდება, ხო? და ამ ბალანსით თეზევსში კიდევ უფრო დიდდება ეს სიბრძნე. ეს ერთი მომენტი. მეორე ის რომ არიადნე მას გადასცემს გორგალს. და ეუბნება რომ შენ ამ გორგალს გაუშვებ, თავისით მიგიყვანს მინოტავროსთან, იქ უკვე თვითონ თეზევსმა უნდა მოკლას თავისი გმირობით ეს, მაგრამ უკან რომ გამოვიდეს, ისევ ამ გორგალს უკან უნდა გამოყვეს. ეხლა ეს რას ნიშნავს, რომ ეს გორგალი არის ციკლი. თვითონ ციკლის სიმბოლოა, კარმის სიმბოლოა. ანუ ეს არის ცოდნა. კონკრეტულ ციკლზე ცოდნა შენს კარმაზე. შენ როგორ შეეწინააღმდეგები იმას, როგორ დაამარცხებ, თუ ის არ შეისწავლე. ანუ რა არის, რას გვასწავლის ეს არქეტიპი? ჩვენ უნდა შევისწავლოთ ჩვენი ციკლის თითოეული ეპიზოდი, ლაბირინთის თითოეული მონაკვეთი. ხო? ურჩხულამდე რომ მიდიხვიდე, ანუ იმ ციკლი რომ მოკლა, ეს გზა ხო უნდა გაიარო, ციკლის გზა ხო უნდა გაიარო, ლაბირინთი უნდა გაიარო, თითოეული მონაკვეთი უნდა შეისწავლო. თითოეული ლაბირინთის ხვეული არის განსაცდელი, რომელიც უნდა შეისწავლო, რომ დაამარცხო. და აი ეს გორგალი სწორედ აი ამ ცოდნას განასახიერებს. მიდის თეზევსი მართლაც და აი ამ ცოდნით პირისპირ ხვდება ურჩხულს. კლავს მას და უკან ბრუნდება ამავე გორგალით და მიყავს არიადნე და მიდის. ნუ მე იქ სხვანაირად ვითარდება მოვლენები, მაგრამ ეს ახლა არ გვჭირდება. ანუ თეზევსმა რა გააკეთა? შეისწავლა, ჯერ გაბედა, სურვილი, ეს ახლა რასაც ვამბობ ტერმინებს, სურვილი, მზაობა, მოქმედება. ეს ყველაფერი არის კარმაზე მუშაობის კანონები. ძლიერი სურვილი, ანუ ძლიერი ნება და აქ ნუ ასაჯოლი ფსიქოსინთეზის ფუძემდებელი ვინ ერთ-ერთი ფსიქოტიპს გამოყოფს და ერთ-ერთ ძლიერ ძალას ნებას და ცეცხლის ნიშნები გამოირჩევიან და ცეცხლის ენერგია გამოირჩევა აი ამით ძლიერი ნებით. ანუ ჩვენ ჭირდება აუცილებლად სურვილი და ძლიერი ნები, რომელიც თეზევსმა გამოიჩინა, ხო? და ნუ ჩაწყვეტა და დაასრულა ეს ციკლი. გათავისუფლდა.